ვიდრე სასულიერო პირი გახდებოდით, ბევრი გზა გამოიარეთ. რაც წავიკითხე ინტერვიუებში, იყავით იეჰოვას მომწვევი ბაპტისტი, 50 რა არ ვიყავი ის თქვი პირდაპირ. 93-ში მე დავბრუნდი მართლმადიდებლობას, დავბრუნდი მანამდე სექტებში ვიყავი. 94-ში მისიონერი ცენტრის ხელმძღვანელად დანიშნა პატრიარქმა, აი პატრიარქის მამობრივი სიყვარულიც გამოვლინდა მათ, იმიტომ რომ გაიგო რა გზამა გავლილი კი არ მისაყვედურა. უძღები შვილს რო იღებს, იგივე გააკეთა უწმინდესმაც, რომ ამდენი წლის მერე რო ბრუნდები. მე ხო გამიშვა რომ როცა კიდე დაბრუნდი, რო უთხრეს რომ გურამი მოვიდა, მამა გურამი გამიხსენა, როცა მე წელია გასული. ამომხენა და ორი სიტყვა მითხრა, დაბრუნდი მეცნიერო. ამის გული რო გაჩვენოთ რა არის. ყოველთვის მე ესეთი ისტორია მქონდა, რომ მეგონა რომ ცოლს არ მოვიყვანდი. ნუ სიყვარული გამემტყუნდა რა, ძალიან მძიმედ გამიცადა, ეს ტრაგედია იყო ჩემთვის. თუ არ გინდათ არ მოვყვეთ. აი ხა ეს ისეთი კიბერნეტიკა მე აქ რაც თქვი. რომ მამას არანაკლებ ჭირდება შენგან მოფერება და თუ მამას ვერ დაინახავ, მომღიმარეს დედასავით ყოველთვის. იმიტომ დაღლილი მოდის სახში რაღაცები, ნუ გონია რომ მამა გიბრაზდება. პირიქით ეს იმის ნიშანია რომ მამა ხასიათზე მოიყვანა. ბავშვი არ უნდა გავზარდოთ ზედმეტად მოწესრიგებული, ზედმეტად პატიოსანი. არის ბავშვი სულეუბრებია, ტყუილი არ თქვა, ტყუილი. ბიჭო, შეუძლებელია ბავშვი, ტყუილი კი არა ეს ფანტაზია, ბავშვი ნახევრად ფანტაზიაში. ზედმეტად კაცერად რომ მოაწესრიგებ, ის გამოდის უკვე ფარისებელი, ის უკვე რაღაც თვითონ ვერ გაიხარა ბავშვობაში ყველაფერი რომ აუგზალეს, ლამის სიცილიც კი, ანუ იცინი უშნოდ, ნუ დარბი ხარ, ამას ნუ აკეთებ, ნუ ტყუი. ის იზრდება თუ ძალიან დაუჯერებ მშობლებს კი არ უჯერებს ბავშვი ტყდება და მშობლებს გონია თუ პატიოსანია ასეთები თუ ხელისუფლებაში მოვლენ ძალაუფლება თუ ჩაიგდებენ ხდებიან უკვე ძალიან სასტიკები იმიტომ თვითონ გაუხარებლო იყოს ხებსაც შურს იძიებენ ერთგვარად ამასთანაც გამოვიდა იმიტომ თვითონ გაიხსნა თურმე